ყოველთვის დღესაც ძალიან საინტერესო ეთერი ელოდება ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. საინტერესო სტუმრებთან ერთად შემოგიერთდით. ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი მაია მეტონიძე არიან ჩვენთან. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და სანამ დავიწყებთ საუბარს და ძალიან ბევრი საკითხია, რაც დღეს გაიჟღერებს ჩვენს ეთერში. მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყრუ ადამიანი, ანუ რაც შეეხება ყრუს ტერმინს, რა თქმა უნდა, ვიყენებთ, ეს არის სტანდარტი და ანუ მაინც ვიმეორებ, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ამის შესახებ ინფორმაციას. ბატონი ამირან ბატატუნაშვილია ჩვენთან და რაც შეეხება ქალბატონ მაიას, სწორედ ის გარდა იმისა, რომ ისაუბრებს ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, ჟესტური ენის საშუალებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ რადიო ეთერში ხდება ეს პირველად, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ ადამიანების ეთერებში მოწვევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ქალბატონ მაია, ბატონო ამირან და უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო ტანდემია თქვენ მეუღლეები ბრძანდებით არა მარტო ცხოვრებაში, არამედ საქმეში. და თქვენი მთავარი გზავნილია არ გაჩერდე. როგორც ვიცი, 45 წელი ხართ ერთად და თქვენ არასდროს გაჩერებულ ხართ. და რაც შეეხება ჟესტურ ენას, ახლა ჩვენი მაყურებელი ხედავს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების საზოგადოებაში კომუნიკაციისთვის. და მოდით ქალბატონო მაია, ჯერ ვისაუბროთ ჟესტურ ენაზე და ჟესტური ენის მნიშვნელობაზე. ბატონო ამირან, რა თქმა უნდა, გისმენთ. პირველ რიგში და მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, მე რადიო ეთერში ვარ პირველად. ძალიან ბევრჯერ ვარ მქონია შემთხვევა ტელევიზიაში მოწვევის და ასევე ინტერვიუს. მე ვარ მზად ყოველთვის ინტერვიუსთვის და ჩემი მოსაზრებისთვის. რა თქმა უნდა, ტერმინი, რომელიც თქვენ დაიწყეთ, მე გიდასტურებთ იმას, რომ ყრუპირები ვართ და ვიმეორებთ, რეალურად ესე ვართ, ეს არის ჩვენი მდგომარეობა. ეს არ არის თავარია ჩვენ ღირსეულად ვიცხოვროთ და ღირსეული დამოკიდებულება გქონდეს საზოგადოებით. მე ჩვენ ეს ტერმინი არ გვაწუხებს და ეს ტერმინი არ არის დისკრიმინაციული. პირიქით, ეს ჩვენი მდგომარეობაა. მე გავიარე ჩემი გზა, ჩემი ცხოვრების და გაუჩერებლად მივდივარ ჩემ გზაზე. არის ხოლმე შეცდომები საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად სიყვარულით უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი ადამიანებს, რომ დამოკიდებულება იყოს დადებითი ამის შემდეგ. ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ენები, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ასე შემდეგ, იგივეა ჩვენი ენა ჟესტური. რა თქმა უნდა, ჟესტური ენა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო აკრძალული, როგორც კომუნიკაციაში, ასევე განათლების მიღებაში და ასე შემდეგ. მაგრამ შესაძლებელი ეს არჩევანი აქვს საზოგადოებას, რომ ჟესტური კომუნიკაცია ჩემთან არ სურთ, ეს მისი არჩევანია. მე არ ვაწუხებ ამით არავის. მსოფლიო საზოგადოება ესე უყურებს ყრუთა საზოგადოება.
კი ბატონო და აი რაც შეეხება ყრუთა კავშირს თქვენ არაერთი მიმართულებით მუშაობთ წლების განმავლობაში. მთავარი გზავნილი როგორც აღნიშნეთ არის არ გაჩერდეთ და თქვენ ყველა აუცილებელი სერვისის მიმწოდებლები ხართ ამ ადამიანებისთვის. არაერთი პროექტი განგიხორციელებიათ, მინდა ამ მიმართულებითაც ვისაუბროთ, დღეს რაზე მუშაობთ და როგორია უახლოესი სამომავლო გეგმები პროექტებს გულისხმობ. დიდი სიამოვნები რა თქმა უნდა სასიამოვნოა ჩემთვის ამ საკითხზე საუბარი 1926 წელს დაარსდა საქართველოს ყრუმშთა საზოგადოება იყო და შეცვლილია ეს არის საქართველოს ყრუთა კავშირი დიახ და ამ წელს უსრულდება 100 წელი საზოგადოებას იუბილეა რა თქმა უნდა რაც იყო და რაც არის დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული იყო საბჭოთა კავშირი ეს საზოგადოება და ორგანიზაცია თავად იყო მართველი იყო მთავრობა და სახელმწიფო სკოლა იყო იზოლირებული და ასევე იყო სასწავლო წამოწყებები, ანუ წარმოებები და ეს ყველა იყო იზოლირებულები საზოგადოებისგან. ასევე იყო ყრუ და უსინათლო. ეს ორი ორგანიზაცია იყო სამთავრობო და არა სამთავრობო. 90-იან წლებში, როდესაც დაიშალა ასევე სახელმწიფომ უარი თქვა აიღო პასუხისმგებლობა ორგანიზაციაზე და დარჩით ესე უპატრონოთ ასე ვთქვათ და მხოლოდ ეს იყო არსებულ ქონებასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემები და სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ჩემი მოღვაწეობა როგორი დავიწყეთ მე ძალიან ინტეგრირებული ვიყავი ყრუთა საზოგადოებაში და ის მიცნობდა მე საზოგადოება პრეზიდენტობა არ იყო წინაპირობა იმისა რომ მე ვინმეს დავხმარებოდი მთელი ბავშვობიდან ჩემი შესაძლებლობებით ვეხმარებოდი მე ჩემი სული და გული არის საზოგადოებასთან იმიტომ ჩვენ ერთნაირები მე შემიძლია კომუნიკაცია როგორც მეტყველებთან ბაგეების ამოკითხვის საშუალებით მაგრამ ჟესტური ეს ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობის იყო მე რაც შემეძლო გამეკეთებინი მე ვიცოდი რომ ჟესტური ენის მადი დამოკიდებულება იყო სირცხვილი საზოგადოებაში ჩვენ ძალიან ბევრი სოციალური პროექტები გავაკეთეთ გამოყოფდი ნიჭერის პროექტს რომ ეშინოდა ახალგაზრდებს მონაწილეობისა და ავარწმუნე ამაში რამდენად მნიშვნელოვანი იყო და საერთაშორისო პროექტი იყო ფაქტიურად და ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა მოისმინა მათი შესაძლებლობები და ისინი გამარჯვებულები იყვნენ არა სიყრუით არამედ ინკლუზიური პროექტი იყო და შეცვალა სოციუმი და დამოკიდებულება 2020 წელს კი აღიარებული იქნა ჟესტური ენა როგორც ენად რა თქმა უნდა რჩება და რა შეიცვალა მას მერე როდესაც მოხდა ჟესტური ენის აღიარება და რა შეიცვალა რა სიკეთეები მოიტანა ამან ცხადია ეს ნიშნავს ხელმისაწვდომობას განათლებაზე და ჟესტური ენის სწავლებაზე არის ძალიან გაზრდილი მოთხოვნა ეს უკვე არის დიდი წარმატება მე არ შემიძლია არ აღვნიშნო სამეცნიერო აკადემიაში საგანი არის უკვე ჟესტური ენის არჩევითი საგანი ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვეულებრივ სკოლებში ანუ აღიარებამდე სკოლაში თარჯიმნები შევიდა, მაგრამ დღეს უკვე პედაგოგები
უმნიშვნელოვანესო თავად უნდა იცოდნენ ჟესტური ენა და არა თარჯიმნის დახმარებით. თარჯიმნის დახმარებით შეიძლება კომუნიკაცია, მაგრამ განათლება აუცილებელია ჟესტური ენა იცოდეს პედაგოგმა. აქ არის საუბარი მე მინდა აღვნიშნო მობრძანდით სკოლაში ყრუები და ინკლუზიური, მაგრამ ხედვა ცოტა მგონია რომ არის შეცდომით ჩვენ არ შევდივართ ყრუ პირები ინკლუზიურ იგივე პროგრამაში, რასაც მოიაზრებენ. არა, ესე არ ხდება. ჩვენ ეს იქნება, ეს ხედვა იქნება შეცდომა, რომ ინკლუზიური გარემო ეს არის ყრუებისთვის ენა. შშმპ და ინკლუზია განსხვავებული არის ყრუ, ხოლოდ მათში მათი ინკლუზია ხდება სხვა მიდგომით. მოსმენა ვისაც შეუძლია, ისინი გაერთიანებულები არიან და ინკლუზია არის შესაძლებელი. პედაგოგი საუბრობს და ინფორმაციას იღებს, მაგრამ განსხვავებული ყურში არ ესმით ყრუებს, ისინი თვალებით ისმენენ, შესაბამისად თვალებით უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და ჟესტური ენა არის ყველაზე საუკეთესო საშუალება განათლების მისაღებად. ბატონო ამირან, ინკლუზიური სკოლები, მაგრამ კლასები არის ყრუებისთვის ცალკე. სპორტი და სხვადასხვა აქტივობების დროს ინკლუზიურად შესაძლებელი, მაგრამ საგაკვეთილო პროცესი ჟესტური ენით უნდა მიმდინარეობდეს. ბატონო ამირან, და რაც შეეხება ჟესტურ ენას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან დაუფლება, რა თქმა უნდა, საჭიროებიდან გამომდინარე, თუმცა მინდა პარალელი გავატაროთ რა იყო წარსულში და რა არის დღეს. თქვენ მე როგორც ვიცი 7 წლის ასაკში დაკარგეთ სმენა. ანუ რამდენად შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას მერე? შეიცვალა? რთული იყო თქვენთვის იმ გზის გავლა? მე გავიზარდე ჩვეულებრივ სმენიან ოჯახში, დავიბადე. და ვართ 5 დედმამიშვილები. მე პირველი 0 და პირველი კლასში მე დავდიოდი ჩვეულებრივ სკოლაში, სმენიანი გახლდით. ქონდა ვირუსი და ეს იყო უცნაური მდგომარეობა ჩემთვის. თითქოს რაღაც სამყარო გაითიშა ერთი და ჩავერთე სხვა სამყაროში. ანუ ეს მოხდა ძალიან მალე. ძალიან სწრაფად, ის შეუმჩნევლად ჩემთვის. ანუ რაც მინახავს იმ სმენიანობის პერიოდში ფილმები, მაგალითად არ მომისმენია ზღაპრები, ეს მახსოვდა ზეპირად უკვე სიტყვები, რომ უსმენდი, რა თქვა, როგორ თქვა, აი ვერ ხვდებოდი, არ მესმოდა ამ დროს, იმიტომ რომ მე ეს ინფორმაცია უკვე მქონდა. აი რაღაცა მაწუხებდა და ვიყავი შეწუხებული. პირიქით მე ვერ ვგრძნობდი ამას და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო დედის როლი ჩემს ცხოვრებაში. აღმოჩნდა, რომ დედასთან კომუნიკაციაში ბაგეების დახმარება ძალიან მჭირდებოდა და დედასთან ვიყავი ხშირად ამ ინფორმაციის მისაღებად. მე დავდიოდი სპეციალისტებთან, მაგრამ დედა მუდმივად აგრძელებდა ჩემთან მუშაობას.
და მე მთხოვოს დღეს რომ დაგიბრუნებთ სმენას, არა, მე ძალიან კარგად ვარ. შვენივრად გძნობ თავს. მე სმენა დაქვეთებულთა სკოლაშიც გავაგრძელე, მაგრამ სმენია სკოლაში პირველ მაგიდაზე პირველ მერხზე ვიჯექი, მეხუთე კლასამდე ჩვეულებრივ სკოლაში სიყრუითაც დავდიოდი. მე გადამიყვანეს სმენა დაქვეთებულთა სკოლაში, იმიტომ რომ დირექტორი იყო მამას მეგობარი. აქედან გამომდინარე გადამიყვანეს და არა იმიტომ რომ მე როგორც სმენა დაქვეთებული. სასაუბრო იმდენად ბევრია. არა, არ ეძებდა ამას და ინფორმაციაც ნაკლები იყოს. თემთან უკეთესიო, დიდი აწმუნებდა მამას და მშობლებს ამისთვის. და ბატონო ამირან. და იყო დიდი განსხვავება ხარისხში სწავლებისას არ იყო. ძალიან შემდეგ ტექნიკუმი პროფესიული და შემდეგ სამხატვრო აკადემია დავამთავრე. თარჯიმნები არ იყო მაშინ და მიჭირდა რა თქმა უნდა. აი თარჯიმნები არ იყო მაშინ. რა თქმა უნდა, ოჯახის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და დედის როლი, თუმცა რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რაც შეეხება ინკლუზიას, ეს ფიქრობ გრძელვადიანი პროცესი იყო. ეს გზა ყრუ ადამიანებმა, სმენა დაქვეითებულმა ადამიანებმა გაიარეს და თქვენი განვლილი გზიდან გამომდინარე, თუ შეიძლება დღევანდელი რეალობა რო შეადაროთ წარსულს და აუცილებლად გამოწვევებზეც რომ ვისაუბროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სმენიან ოჯახში კომუნიკაცია მშობლებთან არის რთული ყრუ ბავშვებისათვის. ჩემი გამოცდილებიდან მე ვთხოვ მშობლებს, რომელსაც ყავთ ყრუ შვილები, ძალიან გთხოვთ ვცეთ პატივი ჟესტურ ენას და ისწავლეთ ჟესტური ენა მშობლებმა. კომუნიკაცია მშობელთან სრულფასოვანი ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია. კომუნიკაციის სიმცირეა ყრუ ბავშვების სმენია მშობლებთან. არიან სმენა დაქვეითებულები, არიან ყრუები. რაღაც სმენა დაქვეითებულების ბგერები შეიძლება ესმოდეს, მაგრამ ყრუ ბავშვებს შეიძლება ხმა ბგერი ესმოდეს, მაგრამ რას არა. რა ესმით არ იციან. შესაბამისად ილუზიაში ვიცხოვრებთ და მთელი ცხოვრება ბაგებიდან ამოკითხვა ეს არ არის სრულფასოვანი კომუნიკაცია. და თარჯიმნებმა ანუ გადაცემა ინფორმაციის რო იმან ასე თქვა, ეს მიუღებელია. თავად უნდა შეძლოს მშობელმა სრულფასოვნად კომუნიკაცია და არა თარჯიმნის დახმარებით. ჟესტური ენა ბავშვებისათვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ ყრუ ბავშვებს ერთმანეთთან კომუნიკაციის პროცესში საერთოდ სახლში არ უნდათ წასვლა და დღევანდელ მდგომარეობაში, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები არის განვითარებული, მეტად გაიზარდა კომუნიკაცია, მაგრამ მშობლის როლი მოგეხსენებოდა ჩვეულებრივი ბავშვებისთვისაც და ყრუ ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ენა თუ არ ვიცით, შვილის ენა და თუ არ ვისწავლეთ, შესაბამისად გავლენას ვერ მოახდენს ვერასდროს მშობელი მის აღზრდას და განვითარებაში. და გვინახავს ჩვენ ცხოვრებაში დაგვიანებული ჩარევებით საზოგადოება. აი მაგალითად ამერიკაში არის სავალდებულო ყრუ ბავშვის მშობელმა ისწავლოს ჟესტური ენა აუცილებლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს არის საჭიროება.
და არის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან ცხადია. სურველები მეტია მეტყველები, რომ ისწავლოს ჟესტური ენა და მათ შორის მშობელმა რომელსაც საერთოდ არ ყავს არავინ ათესავი, ყრუ ისინი სწავლობენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ენა და ეს არის ენა. დიახ და ანუ ყველას გინახავთ ხო პატარა ბავშვი რომელიც ჟესტს ხმარობს, სამ ლაპარაკს არ იწყებს. ჟესტური ენა უფრო ეფექტურია განმარტებაში, ვიზუალურად, შინაარსის გაგებაში, ვიდრე ჩვეულებრივი სამეთყველო და მთელ ამ პროცესში, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ბატონო ამირან, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და როლი? სხვანაირად შეუძლებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუ სახელმწიფო მეგვერდში არ დამიდგება, რა თქმა უნდა ძალიან გაგვიჭირდება. ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. განათლების რეფორმაა დაწყებული და აქ ძალიან საინტერესოა შეხვედრები განათლების ექსპერტებთან, ყრუების თემასთან დაკავშირებული. მე ველოდები შეხვედრას, გვაქვს კომუნიკაცია და მოლოდინი ამ შეხვედრის, სადაც დაწვრილებით იქნება ყრუ ბავშვების კომუნიკაციისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საჭიროება დავანახოთ. ჩემი გამოცდილება და არა მხოლოდ ჩემი საერთაშორისო გამოცდილებითაც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში შევიდეს საგანი ჟესტური ენა თუ როცა ინკლუზიაზე ვსაუბრობთ. ანუ ინფორმაცია ყრუთა განვითარების და საზოგადოების ჩამოყალიბებაში ჩვენ ცალკე გვაქვს. ყრუთა გაეროს საბჭო არსებობს. ჩვენ ვართ როგორც ყრუთა კავშირი მსოფლიო ყრუთა საზოგადოებაში გაწევრიანებული. მე კონფერენციაზე გამოვდივარ ჟესტურ ენაზე და მე არ მიჭირს გამოსვლა საერთაშორისო ჟესტური ენა ვიცი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დამოუკიდებლად არაჩვეულებრივად ითარგმნება ყველა გამომსვლელის კონფერენციის მონაწილეთა სიტყვები. კი ბატონო. ამიტომ ყრუები საქვთ мотивация ხშირ შემთხვევაში გარემო ადაპტირებულია ევროპაში მეტად და ყრუები ხშირად ითხოვენ გასვლას და წასვლას. აქედან გამომდინარე ჩვენც აქ უნდა შევქმნათ ის გარემო. ინფორმაცია გჭირდება და მეტად უნდა ძალიან უხერხულია როცა ოჯახს ვაწოხებთ გახარი რა გითხრაო გასაგებია კი ბატონო და ორივესთან მექნება ეს კითხვა თქვენ ხართ არაჩვეულებრივი ტანდემი ცხოვრებაში თქვენ ბრძანდებით მეუღლეები და 45 წელი ამ საქმეს ერთად ემსახურებით რამდენად დაგეხმარათ ცხოვრებაში თქვენი ტანდემი იმისთვის რომ საქმეში ასეთი წარმატებულები ხართ. ქალბატონ მაია თქვენც მინდა რომ გითხრათ. ორივემ რა თქმა უნდა. მეც გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას და რა თქმა უნდა. მე პირადად დამოუკიდებლად მიცხოვრია მეუღლის გარეშე, მას ჰქონდა თავის პროფესია, ის მუშაობდა თავის პროფესიით შემთხვევით. მე როდესაც კავშირში მოვედი არჩევით პრეზიდენტად 2 წლის მერე როდესაც მაია ჩემთან მოდიოდა იქ და პროცესში ჩაიხედა თარჯიმნები ცოტა ესეთი სერვისი არ იყო განვითარებული
მე როდესაც მაია ისმენდა ამას რა თქმა უნდა არ იყო სრულფოსავანი ინფორმაცია გადმოცემული ჩემთვის შეიძლება მკითხა მაიამ რომ გინდა ჩემი ხასიათი ესეთია მე ძალიან დიდი ბრძოლის უნარი მაქვს მაია ვერ იჯერებდა იმ მდგომარეობას რაც ნახა ანუ რაღაც ნაკლები ინფორმაცია მოდიოდა ჩემთან ვიდრე ეს ამას მაია ისმენდა და ამიტომ ეს ავტომატურად გაგრძელდა ჩვენი ჩვენ ცხოვრებაში მინდა გითხრათ არ გვაკლია მე არაფერი არ მჭირდება არც ფინანსური რესურსი და ზოგადად სხვა მატერიალისტური ადამიანი არ გახლავართ მე მინდა ცხოვრება წარმატებული იყოს მაია ეფექტურია ვიდრე ანუ მე კარგი გაგებით ვიყენებ იმიტომ რომ 24 საათიან რეჟიმშია ჩემთან კომუნიკაციაში ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ქალბატონი მაია და მინდა რომ თქვენც ისაუბროთ ამ თემაზე ოღონდ მოკლედ ძალიან მოკლედ დიახ პირველ რიგში ქალბატონი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი ეთერისთვის ყოველი ჩვენი შეხვედრა რაღაც გარკვეულ მიზანს ემსახურება ეს მიზანი გახლავთ ის რომ თქვენ სწორად დააყენეთ საკითხი და მოითხოვეთ ის რომ ყრუპი ყოფილიყო თქვენ სტუდიაში და ეს იქნება მაგალითი დანარჩენი ჩვენი მომავალი თაობისთვის რომ ყრუპის დამოუკიდებლად შეუძლია მობრძანდეს რადიოში და გამოთქვას თავისი მოსაზრება, მას დახვდება ინკლუზიური გარემო, რა თქმა უნდა, და თქვენ ხართ მხარდამჭერი ჟესტური ენით კომუნიკაციის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ხას უსვავს ადამიანების, ყრუ ადამიანების სრულფასოვნებას, თანაბარ უფლებებს, არა დისკრიმინაციას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი ერთმანეთთან. ეს იქნება შენიშვნის მიცემა თუ ჩვენი საჭიროების დაყენება ადამიანები, პოლიტიკოსები, უბრალო საზოგადოების წარმომადგენლები კეთილად უნდა განვაწყოთ ჩვენ შეზღუდვის მიმართ, ჩვენი საჭიროების მიმართ. ეს ჩემი გამოცდილები და თომი არასოდეს არ მიგრძნია, რომ ამირას მე ვჭირდები ყოველდღიურად და სისტემატიურად. ესე არ არის, ჩვენ ვართ მხარდამჭერები მათ მივცეთ დამოუკიდებელი ცხოვრების შანსი იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ. ბატონო მაია, ბატონო ამირან, ვფიქრობ, რომ ჩვენი შეხვედრა კიდევ შედგება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და კიდევ ერთხელ აი ვინც ახლა შემოგვერთა, მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყრუ ადამიანია რადიო იმედის ეთერში, შეგიძლიათ ეს გადაცემა ნახოთ გადახვევის რეჟიმში რადიო იმედის Facebook გვერდზე, პორტალებზე იმედი GMI ვიდეოჯი, მაგტი IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის და TV იმედის YouTube არხებზე. წარმატებებს გისურვებთ და სიახლეებით გელოდებით. ამირან ბატატუნაშვილი, ყრუთა კავშირის პრეზიდენტი და მაია მეტონიძე, ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იყვნენ ჩვენთან. კი ბატონო. ამირან. კი ბატონო. მე არ შემიძლია მადლობის გარეშე დავტოვო სტუდია. ნებისმიერი საკითხზე მოწვევა 24 საათიან რეჟიმში შეგიძლიათ მეკონტაქტოთ ყრუთა საკითხებზე ყველასთვის დამარწმუნეთ იმაში რომ არსებობს სამეცნიერო ჩარევა და ძალიან კარგია სამეცნიერო წარმატებაც მაგრამ მაინც ჟესტური ენა არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ შემეძლო რომ არ მეთქვა ჩემი მხარდაჭერა სამედიცინო ნაწილშიც, მაგრამ ეფექტური რომ იყოს სამედიცინო ჩარევა მნიშვნელოვანი არის ჟესტური ენის საკმარისი მარტო არ ჟესტური ენა და არც სამედიცინო ჩარევა.
ინდივიდუალური მიდგომა არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო. კი ბატონო. ხუთი ენა იცის თუ 6 არის რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. უახლოეს მომავალში გელოდებით. წარმატებები.